მეგობრებო, გამოიყურება თეთრი თოვლივით, მაგრამ რამოდენიმე საათში აქ იქნება 120 ფარენგეიტი. ეს ალბათ 40 გრადუსზე მეტი არის. კარგად რა და ზუსტად არ ვიცი ციფრებში რამდენი არის. იმიტომ რომ ეს არ არის თოვლი, ეს არის ქვიშა, ოღონდ მარილიანი. და ზოგადად როგორ ხდება ხოლმე რა, ესეთი ადგილების წარმოშობა. შეგაჩვენებთ ესე როგორ ლამაზად გამოიყურება. ესე გორები მიუყვება და მიუყვება მსგავსად. ხო და ესეთი ადგილები წარმოიშობა ხოლმე როგორ? ადრე ალბათ როდესღაც იქნებოდა აქ ტბასავით დაშრა, დარჩა მარილი. ხო და მერე ქარმა და აქეთ-იქით გააკეთა ესეთი ის ქართულად არ ვიცი როგორ არის. ჯუნ ბარხანი. კიდე ანუ არ ვიცი როგორ ეძახიან. ხო და თუ იცით კომენტარში გითხარით. ხო და მე ესეთი სილამაზეები მათ მაგალითად შეგახელოთ უფრო. ესეთი როგორი ქვიშაა და ნახეთ ესეთი უსასრულო გორები მიუყვება ძალიან ბევრი მიმართულებით. და რატომ მოვედი ახლა აქ რა? ჯერ ხო ძალიან ისეთი სიწყნარი არის. დღეს ღამე არის სავსე მთვარეობა. ან სადაც გამთენიისას მიახლოებით 4 საათზე. ხო და ღამე ესე და ვარსკვლავები ჯერ ხო ესე ძალიან ახლოს არის და ძალიან ლამაზი იქნება და სავსე მთვარეობის ჩემებურ ცერემონიალს ჩავატარებ, მივიღებ სამყაროსგან აი ვიბრაციებს და ის სიხშირეებს გავცვლით რა, რასაც ქვია კონტაქტებს, ორგანიზმს იმას ვიზავ რა, აზზე მოვიყვან. ხო. ხო და ესე რა, დავტკბები დღეს ღამე აქ ვარობით რა. ამ ადგილს მოვნიშნავ ლოკაციას. ამერიკაში ვართ შტატ ნიუ-მეხიკოში, მექსიკის საზღვართან. აბა, დროებით, ბედნიერად და ვეცდები რომ ეხლა ინტერნეტი იქ დავაკავშირო ზევით და ეს ვიდეო ეხლავე დავდო სავსე მთვარეობამდე. აბა, დროებით. როცა უდაბნოში ხარ და 120 ფარენგეიტია, ესე უნდა აკეთო მალმალე.